ახალი ამბები ახლახან აიუსო, აფეთქებით სენსაციური სათაურებით. ამ პარასკევს ისრაელი კვლავ განგაშზე იყო. ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით გაისროლა, ხოლო თეირანში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. და დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ისლამური რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ ტონი გაამკაცრა და ბრძანა ესროლად სასიკვდილოდ. ამ პარასკევს 2026 წლის 24 აპრილს ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთ დაძაბულ დღეს იწყებს, რომლის მთავარი საკითხია ეგრეთ წოდებული ზავი. ის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ადგილზე ცეცხლი კვლავ ნამწვავებში იმალება. ეხლა კი კრიზისის სამ ფრონტზეა გავრცელებული. ისრაელი, რომელიც ჰეზბოლას მიერ ლიბანშია დაძაბული, ირანი, რომელიც საკუთარ დედაქალაქში განგაშის მდგომარეობაშია და შეერთებული შტატები, რომელიც თეირანთან დაკავშირებულ გემებზე საზღვაო ბლოკადას აძლიერებს. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის უმაღლესი სტანდარტით. მილსონ ალვესი. სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება კიდევ 3 კვირით. ამ ნაბიჯს უნდა შეექმნა სივრცე მოლაპარაკებებისთვის და შეემცირებინა ზეწოლა საზღვარზე. თუმცა თითქმის ამავე დროს ჰეზბოლამ კვლავ გაუშვა რაკეტები ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით. აცხადებდა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის სავარაუდო დარღვევებზე. ინფორმაცია გამოჩნდა ბოლო დროის რეპორტაჟებში, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტა და გახანგრძლივდა. თუმცა კვლავ მყიფეა, რადგან სამხრეთ ლიბანში შეტაკებები და ისრაელის ტერიტორიებზე თავდასხმები გრძელდება. ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ისაა, რომ ჰეზბოლა რეგიონულ არენაზე მარტო არ მოქმედებს. ჯგუფს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ირანის რეჟიმი უჭერს მხარს. და ეს კავშირი ლიბანიდან გაშვებულ თითოეულ რაკეტას ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ უფრო დიდი ზეწოლის ნაწილად აქცევს. ამ კონტექსტში ზავი მშვიდობად არ ქცეულა, ის გახდა არასტაბილური პაუზა, რომელსაც თითოეული მხარე იხენებს ძალების შესამოწმებლად, საზღვრების გასაცდელად და დროის მოსაგებად. სწორედ აქ არის დაპირისპირება. სანამ ვაშინგტონი მოლაპარაკებებზე საუბრობს, თეირანი და მისი მოკავშირეები რეგიონს მუდმივი საფრთხის მდგომარეობაში ამყოფებენ. ისრაელის ჩრდილოეთში სირენები და თავდაცვის სისტემები კვლავ ამოქმედდა ჰეზბოლას მიერ განხორციელებულ ახალ სროლებთან დაკავშირებით. ჯგუფმა განაცხადა, რომ რაკეტები ისროლა, როგორც პასუხი ისრაელის თავდასხმებზე ლიბანის სამხრეთში. თუმცა შეფასება სხვაგვარია. ჰეზბოლა ცდილობს გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა როგორც ფარი. თავს ესხმის, როცა შეუძლია და ადანაშაულებს, როცა პასუხს იღებს. ეს დინამიკა ნათლად აჩვენებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარი კლავაც ფეთქებადია, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია ცდილობს კონტროლის შთაბეჭდილება შექმნას. ამავე დროს ირანში ხუთშაბათს ღამით 23 აპრილს თეირანში გავრცელდა ცნობები საჰაერო თავდაცვის გააქტიურების შესახებ. ირანულმა სააგენტო მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისმოდა თავდაცვის სისტემების მუშაობა, რომლებიც მტრულად მიჩნეულ სამიზნეებს უპირისპირდებოდნენ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. სხვა ცნობებში საუბარია მცირე დრონებზე და თავდაცვის გასროლებზე ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ისრაელმა უარყო, რომ იმ დროს თავდასხმებს ახორციელებდა, მაგრამ მთავარი ფაქტი უცვლელი რჩება. ირანის დედაქალაქი განგაშის რეჟიმში გადავიდა, რაც აჩვენებს ნერვიულ, ეჭვიან და შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ მყოფ რეჟიმს. ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. თეირანი არის რეჟიმის პოლიტიკური ცენტრი, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქში აქტიურდება. თუნდაც ირანმა შემდეგ სცადოს ეს ყველაფერი ტესტად, ან მცირე დრონებზე პასუხად წარმოაჩინოს, მთავარი გზავნილი მაინც მოწყვლადობაა. ისლამური რევოლუციური გვარდია, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა აბსოლუტური ძალის იმიჯის გაკიდვას, ახლა იძულებულია გაუმკლავდეს საიდუმლო დრონებს. ანგარიშდება ელექტროენერგიის გათიშვები, შიდა დაძაბულობა და ახალი თავდასხმების შიში. ეს მხოლოდ სამხედრო პრობლემა არ არის, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაცაა რეჟიმისთვის. ეს არის ის მომენტი, რომელიც ცვლის კრიზისის მნიშვნელობას. ჰორმუზი უბრალოდ მარშრუტი არ არის, ეს არის მსოფლიო ენერგეტიკის არტერია. როდესაც ირანი ემუქრება გემებს, აკენებს ნაღმებს, ან იყენებს მცირე ნავებს საზღვაო მიმოსვლაზე ზეწოლისთვის. ის მხოლოდ ისრაელს ან შეერთებულ შტატებს არ ემუქრება, ის ერთდროულად ემუქრება ვაჭრობას, მომარაგებას, საზღვაო დაზღვევას, ენერგიის ფასს და მრავალი ქვეყნის სტაბილურობას. ამიტომ ტრამპის პასუხი მკაცრი იყო, ბრძანება არ იცვლება. ირანის ხალხი ისლამური რევოლუციური გვარდიის იძულების აპარატს უმიზნებს და სწორედ ამიტომ იზრდება დაძაბულობა. ირანი ცდილობს უპასუხოს ჰორმუზის სრუტეში ზეწოლით, ტვირთმზიდების დაკავებით და შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერით. შეერთებული შტატები პასუხობს ბლოკადით, ინსპექციით, დაკავებით და პირდაპირი სამხედრო ბრძანებით.
ისრაელი თავის მხრივ აყენებს თავის ძალებს მზადყოფნაში და აფრთხილებს, რომ შესაძლოა კვლავ შეუტიოს ირანს, თუ ვაშინგტონისგან მწვანე შუქს მიიღებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის განაახლოს ომი ირანის წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის და სამიზნეები უკვე მონიშნულია. კაცის ეს განცხადება გარდამტეხია. ეს აჩვენებს, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის დასასრულად არ მიიჩნევს, არამედ მხოლოდ შესვენებად აღიქვამს. და ამ შესვენების პერიოდში სამიზნეები შეისწავლება, თავდაცვა გაძლიერდება და შეტევის შესაძლებლობა ისრაელის მთავრობისთვის შენარჩუნდება. სანამ ირანის რეჟიმი განაგრძობს ჰეზბოლას მხარდაჭერას, საზღვაო მარშრუტების დამუქრებას და სამხედრო სტრუქტურების შენარჩუნებას, ომი ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. ამერიკული მხრიდან დონალდ ტრამპი ცდილობს სამხედრო ზეწოლა და მოლაპარაკება გააერთიანოს. ის ამბობს, რომ არ ეჩქარება ირანთან ცუდი შეთანხმების დადება. ამ პოზიციას აქვს ნათელი მიზანი: აიძულოს თეირანი აირჩიოს, დათმოს ძირითადი საკითხები თუ უფრო მკაცრ ალყას შეეჯახოს. პრობლემა ირანის რეჟიმისთვის ის არის, რომ მანევრის სივრცე სულ უფრო მცირდება. თუ დათანხმდება მოლაპარაკებას, თავის უფრო რადიკალურ მხარდამჭერებს სისუსტი შთაბეჭდილებას უტოვებს. თუ უარს იტყვის მოლაპარაკებაზე, იზრდება ახალი თავდასხმებისა და ეკონომიკური იზოლაციის რისკი. ლიბანში ჰეზბოლა ცდილობს შეინარჩუნოს წინააღმდეგობის ნარატივი, მაგრამ რეალობა ადგილზე სხვა რამეს აჩვენებს. ყოველი თავდასხმა ისრაელზე აძლევს საფუძველს უფრო მძიმე პასუხისთვის და კიდევ უფრო ართულებს ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას. ჯგუფი ფსონს აკეთებს ზეწოლაზე, მაგრამ ამავე დროს ლიბანს დიდ საფასურს აკისრებს. ლიბანის მოსახლეობა იხდის ფასს შეიარაღებული სტრუქტურისთვის, რომელიც უფრო თეირანის ინტერესებს ემსახურება, ვიდრე თავად ლიბანის საჭიროებს. ბანის საჭიროებებს. ისრაელში სიტუაცია მუდმივი სიფრთხილის რეჟიმშია. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი რაკეტების, დრონებისა და საზღვრის მიღმა განხორციელებული თავდასხმების საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მაშინაც კი, როცა გადაჭერებმა სიკვდილი აიცილეს, ზემოქმედება სიღრმისეულია. სკოლები იხურება, ოჯახები თავშესაფრებში გარბიან, ქალაქები წყვეტენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და უსაფრთხოების ძალები სრულ მზადყოფნაში რჩებიან. თანამედროვე ომი მხოლოდ მაშინ არ ხდება, როცა რაკეტა მიზანს ხვდება. ის მაშინაც ხდება, როცა მილიონობით ადამიანს უწევს სირენების, გაურკვევლობისა და გაანგარიშებული შიშის ქვეშ ცხოვრება. ირანის რეჟიმისთვის სიტუაცია სახიფათოა, რადგან კრიზისი ზღვის სხვადასხვა ფენაზე გავრცელდა. არსებობს ბლოკადა და კონტროლი. ლიბანში ჰეზბოლა რისკავს უფრო ძლიერი ისრაელის პასუხის პროვოცირებას, ხოლო თეირანში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. დიპლომატიაში ტრამპი არ ჩქარობს, ხოლო სამხედრო სფეროში ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამიზნეები უკვე მონიშნულია. ეს მძიმე ტვირთია რეჟიმისთვის, რომელიც ცდილობს ერთიანად გამოჩნდეს, მაგრამ მუდმივ ზეწოლას განიცდის. საბოლოოდ ეს პარასკევი აჩვენებს, რომ ახლო აღმოსავლეთი გაჭედილია და ყველა მზადყოფნაშია. ირანი ცდილობს ზღვაში დაშინებას და შეიარაღებული ტერორისტი მოკავშირეების მხარდაჭერას. შეერთებული შტატები კი ამკაცრებს ბლოკადას პირდაპირ ბრძანებით, ესროლონ მოკვლის მიზნით და შეწყვიტონ. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც რეგიონს უნდა დაამშვიდებდეს. ის უფრო და უფრო გავს დაძაბულ პაუზას შემდეგი გადაწყვეტილების წინ. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი